მოგესალმებით მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს. ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებით ჯერ საინფორმაციო ოპერაციით დაიწყო ქართულმა ოცნებამ და მერე გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. როგორც წესი, ესე იქცევიან ხოლმე. ჯერ ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში გააშაონ რომელიმე კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი და მერე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ ადამიანებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის მიუღებელი მათთვის და საფრთხეს უქმნის მათ ძალაუფლებას. ონისე ოქრიაშვილი არის ძალიან აქტიური და კრეატიული ადამიანი. მისი პროტესტის ფორმები არის განსაკუთრებით საინტერესო საზოგადოებისთვის და ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სინამდვილეში მას დაუპირისპირდა ფიზიკურად მათ შორის და გარდა პროპაგანდისა ფიზიკურად დაუპირისპირდა რეჟიმი. დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი. სინამდვილეში მე მინდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება არ არის სინამდვილეში თავისი არსით მოძალადე საზოგადოება. თუ არ აორგანიზებს ამას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ესე თავისით არავინ ამ ტიპის აგრესიას არ იჩენს, როგორც წესი და ეს ჩვენ გამოგვიცდია არაერთხელ. სინამდვილეში უნისეს წინააღმდეგ აი ეს ფიზიკური ანგარიშსწორება არის დაგეგმილი და ორგანიზებული ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფების მიერ. ამაში ორი აზრი არ არის საერთოდ და მე მინდა ძალიან მკაფიოდ უთხრა ამ ადამიანებს, ვინც მოიფიქრა, ვინც დაგეგმა და ვინც დააორგანიზა ეს კონკრეტული ძალადობა ონისეს წინააღმდეგ და ზოგადად ვინც აორგანიზებს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ალბათ სავარაუდოდ მათ ფიქრებში, მათ აი მოძალადეების, ძალადობის ორგანიზატორების ფიქრებში, გეგმებში, ოცნებებში მათ უკვე დაგეგმილი აქვს, სად გაიქცევიან მას მერე, რაც რეჟიმი დაიწყებს ჩამოშლას. სად წავლენ საქართველოს მოქალაქეების ნაძარცვი ფულით. და მე მინდა მათ უთხრა, რომ არ არსებობს დედამიწაზე ადგილი სინამდვილეში, სადაც ისინი დაემალებიან ქართულ მართლმსაჯულებას, ოღონდ არა მურუსიძის მართლმსაჯულებას, არამედ ნამდვილ მართლმსაჯულებას, რომელსაც ჩვენ შევქმნით ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრების შემდეგ. მაღალპროფესიულ საგამოძიებო მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემას არ იარსებებს დედამიწაზე ადგილი, სადაც ისინი დაემალებიან ამ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ მათი პასუხისგებაში მიცემა არის და იქნება არა პოლიტიკური ანგარიშსწორება. მე აბსოლუტურად შეგნებულად ხაზ ქართული ოცნების ლიდერებს, პოლიტიკური ისტაბლიშმენტს გულისხმობთ თუ შემსრულებლებს, სიმფიქუშკებს, ვისაც უკვე თავს ქართული ოცნება, როგორც ვახოსანაიაზე თავდასხმას, ისე უსამართლო მართლმსაჯულების აღსრულებას მის წინააღმდეგ, აგერ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, ჩვენ თან უნდა გავითვალისწინოთ, ერთი ადამიანი თვითონ გამოცხადდა და მას 5,000 ლარიან ჯარიმას უფარდებენ. მაშინ როცა იქ ჯგუფური თავდასხმა იყო, თქვენ როგორც იურისტი ამას უკეთ განმარტავთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დღეს არაფრის გამო ქუჩაში სამართლიანი ქვეყნის მოთხოვნის გამო ზის ციხეში, მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერი 2 წლიანი პატიმრობით იმის გამო, რომ მარკერით მიაწერა სიმართლე კალაძის ბანერზე, რომ ეს არის ის რაც ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებით დატრიალდა, ხო რაღაცა ეპიზოდური ამბავი არ არის, ცალკეც განყენებული მოვლენა ხო არ არის. ეს არის იცით რა დიდი სურათის ნაწილი, რომ ეს ხალხი, ეს ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არიან 500-ზე მეტი ახალგაზრდის წამების ავტორები რუსთაველის გამზირზე ორგანიზატორები და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ეს ხალხი არის ავტორი ქიმიური იარაღის გამოყენებისა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხალხი არის ავტორი მოცემულობისა, რომ საქართველოში ერთსულ მოსახლეზე ყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე რუსეთში. ეს ხალხი არის ავტორი მოცემულობისა, რომ ადამიანებს ყოველდღიურად უპირისპირებენ უბინძურეს პროპაგანდისტულ კამპანიებს, ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც მერე ფიზიკურად უსწორდებიან მათთვის მიუღებელ ხალხს. ეს ფაქტია. ონისეს ამბავი ხო ერთი ამბავი არ არის, ჩვენ ხო ძალიან ბევრი სხვა ამბავი ვიცით, როგორ უსაფრდებიან ეს არაკაცები, ეს შემსრულებლები, ჩემი აზრით რაღაცას ანაზღაურების სანაცვლოდ, აბსოლუტურად უდანაშაულო, არათუ უდანაშაულო საქართველოს პატრიოტებს, რომლებსაც ამ ქვეყნის თავისუფლება სურთ და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ხო ფაქტია და ზუსტად ამ ადამიანებს მინდა უთხრა, სრული პასუხისმგებლობით, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც გეგმავს
რომელიც აორგანიზებს და რომელიც აღასრულებს ამ ტიპის ბოროტმოქმედებას, არ დარჩება დაუსჯელი. თითოეულმა ამ ტიტუშკამ, ამ არაკაცმა სინამდვილეში უნდა იცოდეს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბოლო აუცილებლად მოვა, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ და შეხედონ რეალობას, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც უსასრულოდ იქნება მმართველობაში. არ არსებობს ერთი ოლიგარქი ან კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მიიტაცებს ამ ქვეყანას და ეს მუდმივად გაგრძელდება. შორის ინფორმაციის საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა უნგრეთში, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ორბანის ხელისუფლება, ზუსტად ისე დომინირებდა თავის მომხრე საზოგადოებაში, როგორც ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ მიიღო ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. აი ეგეთი კაცები შავებში ესე უწოდებდნენ უნგრეთში ამ ტიტუშკებს, ვისაც ჩვენ ტიტუშკებს უწოდებთ და უკრაინელებიც უწოდებდნენ ტიტუშკებს. ეგეთი კაცები შავებში სპეციალური საგამოძიებო ხაზია მათ წინააღმდეგ, ხა უნგრეთში ეს ორბანის ტიტუშკებზე და ისინი უკვე დადგნენ მართლმსაჯულების წინაშე, მათ უკვე დაიწყეს პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე და ზუსტად ეგრე მოხდება საქართველოში. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არა, მედიებზე საერთოდ ცალკე სალაპარაკოა, ეს აი რუსთავი მანკიერი დამნაშავე გახსოვთ 5 ივლისის ამბავი, გახსოვთ უამრავი შემთხვევა, გახსოვთ, როდესაც ამ ვითომ მედიების სინამდვილეში რუსული კომპანიების, რუსთავი 2-ის, პოსტივის, იმედის, ამ წამქეზებულურ მოძალადე კამპანიებს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ემსხვერპლა. გახსოვთ ესეთი ამბები. ამიტომ მაგ ხალხმა არ უნდა ჩათვალოს, რა თქმა უნდა, მაგ ხალხმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ისინი პასუხისგებლობას აერიდებენ, ვერ აერიდებიან. იმიტომ რომ ნახეთ, ცინიზმის პიკი სად არის, შეხედეთ, როდესაც ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფების არსენალში არის რუსთავი 2, პოსტივი, იმედი, ეს მოძალადე რუსული კომპანიები, რომელთა ნაწილიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის უკვე, ხო? რომლებიც ყოველდღიურად ქადაგებენ სიძულვილს, ქადაგებენ ძალადობას, არიან ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ. აი ეგ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საუბრობს, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნა სიძულვილის ენის რაღაცა მაკონტროლებელი სამმართველო და ეს სამმართველო აკავებს 14 დღით ჟურნალისტ ვახოსანაიას Facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო. და როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაძდევდა ვახოსანაიას, როდესაც ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაშინ ქალაქის ცენტრში მოხდა საშინელი კრიმინალური შემთხვევა, რომელსაც 17 წლის ადამიანის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს გამოხატავს და ბათუმში, რა თქმა უნდა, იგივე დღეს მოხდა სროლა, რომელსაც ასევე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ამბავი გამოხატავს რა ხდება ქვეყანაში სინამდვილეში. აი, ბოლო ერთმა კვირამ, რო შევკრიბოთ ეს კრიმინალური ისტორიები, ზოგი დაორგანიზებული თავად ხელისუფლების მიერ, ზოგი თვითონ კრიმინალების მიერ, თვითორგანიზებით რაც მეტყოლებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გაუსხლტა მართვის სადავები მათ შორის ხელიდან და აქვე ვერაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ პოლიციამ იცოდა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს, რომელსაც ძალიან სერიოზული მენტალური პრობლემა ჰქონდა, სახლში 3 იარაღი ედო და არათუ ეს იცოდა, არამედ წაღებული ძალადობის შემდეგ ის დაუბრუნა ამ ადამიანს და პრაქტიკულად ამან გამოიწვია ის ტრაგიკული შემთხვევა, რაც ჩვენ ვიხილეთ, 2 ადამიანის ავადმყოფოში ერთი ანგელოზივით ბავშვი არის გარდაცვლილი და ოჯახი დაიღუპა პრაქტიკულად და ასეთი რამდენი ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში მათი უყურადღებობის გამო თუნდაც და აქ აღარ ვამახვილებ ყურადღებას იმ დაორგანიზებულ ტიტუშკებზე, რაზეც თქვენ უკვე ილაპარაკეთ. რას გვაჩვენებს მხოლოდ ეს ბოლო ერთი კვირა ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე ქვეყანაში? ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს ქართული ოცნების მიერ წახალისებული კრიმინალი კი არ არის. ან ვითარება, კრიმინოგენული ვითარება, რომელიც სახელმწიფოს ხელიდან გაექცა. ეს სხვა შემთხვევაა. ჩვენ სახეზე გვაქვს კრიმინალური სინდიკატი, თავად კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც de facto მართავს ამ ქვეყანას. თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებებში არსებობს ეს ტერმინი mafia state, ანუ მაფიოზური სახელმწიფო, რომლის ყველა კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა სინამდვილეში. ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ კრიმინალის მოკავშირე კი არ არის. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი კრიმინალი ამ ქვეყანაში და ქართული ოცნება არის არაპოლიტიკური პარტია, არამედ კრიმინალური ორგანიზაცია.
ეს არის სახელმწიფო, რომელიც უბრალოდ შეზრდილი კი არ არის კრიმინალთან, რომელიც თავად არის კრიმინალი და ამას თავისი ინდიკატორები აქვს. ქართული ოცნება ხო სინამდვილეში ქურდულ ორგანიზებულ დანაშაულთან ძალიან ახლო მდგომი სისტემაა სინამდვილეში, ხო? ეს ერთი, ანუ ორგანიზებული კრიმინალი არის ქართული ოცნების მმართველობის ნაწილი, არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი ინტეგრალური ნაწილი. მეორე, ეს არის კორუფცია. კორუფცია არის კრიმინალური მაფიოზური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი. რატო? იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ქართულ ხალხს ეკუთვნის, ქართული ოცნება იყენებს ძალადობის დაფინანსებისთვის. ეს მეორე ინდიკატორი და მესამე, ნახეთ, და უმნიშვნელოვანესი. უკვე დადასტურებულად ცნობილია, ეს პოლიტიკური განაცხადი კი არ არის ჩემი ან რომელიმე ანტიკოცის. ეს არის ევროკავშირის მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ ქართული ოცნების რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი პუტინს აფინანსებს, ეხმარება ფულის შოვნაში, რომ დაფინანსდეს პუტინის ომის მანქანა, რითიც მოno დახოცოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უდანაშაულო ხალხი უკრაინაში. მათ შორის ამ ეტაპზე, როდესაც ომის ცხელი ფაზა არ არის საქართველოში და მცოცავ ოკუპაციასთან გვაქვს საქმე, გაიტაცოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომ არის კრიმინალური რეჟიმი. თქვენ ლაპარაკობთ, მოდით გადავიდეთ ახლა ყულევის ნავთობ ტერმინალზე და პორტზე. ამ თემაზე გადავიდეთ. მე მაყურებელს უბრალოდ წაუკითხავ ყულევის შესახებ, ვინც არ იცის, მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო. ყულევის გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევის პორტის სიახლოვეს და პორტს დაკავშირებულია ნავთობსადენით. არსებული ინფორმაციით, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლის ოქტომბერში გახსნის შემდეგ მხოლოდ რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული და როგორც ჩანს, არ ღვევს ევროკავშირის იმ რეგულაციას, რომელიც კრძალავს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული ნედლი ნავთობისგან მიღებული ნავთობპროდუქტების იმპორტის 2026 წლის 30 იანვრის შემდეგ ეწევა ამ დანაშაულს წერია ანგარიში. ასევე ანგარიში ვკითხულობთ, რომ ყულევის ქარხანამ 2025 წლის 6 ოქტომბრის რუსული ნავთობ კომპანია რუსნეფტისგან და არა როსნეფტისგან მიიღო 105,340 ტონა Siberian Lights მარკის ნედლი ნავთობი. პრაქტიკულად ეს ქვეყანა, რომელშიც ნავთობი არ მოიპოვება, გახდა ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა. აღნიშნული კომპანია 2025 წლის 18 დეკემბერს ბრიტანეთმა სანქციების ქვეშ მოაღწია. საუბარია კერძო კომპანია რუსნეფტზე და არა როსნეფტზე, როგორც უკვე და 19 დეკემბერს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს გააძლიერონ ძალისხმევა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ამ პორტის მეშვეობით აძლიერებს რუსეთის ომის მანქანას. განგვიმარტეთ ჩვენს მაყურებელს, განვიმარტეთ უფრო მეტი ამის შესახებ. იყო 6 თვის წინ გაფრთხილება, რომ უნდა აკრძალულიყო რუსული ნავთობის გადამამუშავებელი წარმოება ამ ქარხანაში. დღეს ყულევის ნავთობ პორტის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორმა ჩახნაშულმა განაცხადა, რომ რაც დაკონტრაქტებული გვაქვს, იმას რომ მოუწურავთ, მე რუსული ნავთობის გადამუშავებას შევწყვეტთო. ანუ ჩვენ ხო არ ვიცით რა რაოდენობის ნავთობი აქვს დაკონტრაქტებული, ეს შეიძლება რაღაც უსასრულოდ გაგრძელდეს, გამოდის რომ ნებადართულია, ხოლო ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ თავდებში ვუდგებით. პასუხისმგებელი არა ვართ, რომ ისინი სანქცირებულ ნავთობს ამუშავებენ, მაგრამ როგორც ჩანს, იქ არ მუშავდება სანქცირებული ნავთობი. გიგა, უფრო მეტი გითხარით, იმიტომ რომ სანქციების პროცესში თქვენ და თქვენი პარტია, მათ შორის ელენე ხოშტარია, იყო აქტიურად ჩართული და დიდი ეჭვია, რომ სწორედ ის ამიტომ არის ციხეში ახლა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება სანქცირებულ რუსულ ნავთობს ატარებს. წლების განმავლობაში, მაგალითად 2022 წლიდან მოყოლებული შეერთებული შტატების ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ხა მე უცებ მახსენდება ტედ კრუზი, რომელსაც არაერთი განცხადება აქვს ამაზე გაკეთებული, რომ ბათუმის პორტი გამოიყენება და გამოიყენებოდა სანქცირებული ირანული და რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს და ირანს აკრძალული აქვს ნავთობის გატანა.
სქემა ეხლა ეს ჯერ კიდე 2022 ბათუმზე დღეს ფინური კომპანია ცალკე ქვეყნებს კვლევას კიდე ამასაც ვისაუბრებთ. 2022 წელს ჯერ კიდე ეს იყო ცნობილი ფაქტი ბათუმის პორტთან დაკავშირებით. ანუ ის რომ ბიძინა ივანიშვილი ეხმარება პუტინს, რომ რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლას მან უკრაინაში, ეს ახალი ამბავი არ არის. მხოლოდ ყულევს არ უკავშირდება, მაგრამ ყულევი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ოფიციალურად საქართველოს წინააღმდეგ სანქცია დააწესა არა კონკრეტულად ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის საქართველოში მდებარეობს და ჯოჯოხეთური დარტყმაა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ცალკეული ინდივიდუალური ქვეყანა ევროკავშირიდან კი არ აწესებს სანქციას, არამედ სანქცია წესდება საერთო ევროპულ დონეზე ევროპული საბჭოს მიერ, სადაც ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს აქვს ვეტოს უფლება. ერთსაც რო ეთქვა, რომ ეს არ არის, ეს ჩანაწერი ამ რელიზში ვერ მოხდებოდა და 21 სანქციების 21 პაკეტის ნაწილი ვერ გახდებოდა. ეხლა საქმე გვაქვს რასთან? მაგრამ 6 თვით მაინც გადაუვადეს. ანუ 6 თვიანი ვადა ჰქონდათ, გააგრძელეს იგივე და 6 თვით ისევ გადაუვადეს. ეს როგორ შეიძლება? ისინი ცდილობენ ეხლა მოატყუონ საზოგადოება, თითქოს სანქცია ჯერ დაწესებული არ არის და 6 თვის მერე დაწესდება. ეს არის ტყუილი. საერთაშორისო სანქცია ევროკავშირის მხრიდან არის უკვე დაწესებული. ოღონდ განსაზღვრულია ვადა ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომ 6 თვის განმავლობაში შეწყვიტოს, თორე ამოქმედდება. ანუ ამოქმედება მოხდება 6 თვის შემდეგ, მაგრამ სანქცია უკვე ადგილზეა, სანქცია უკვე დაწესებულია. და ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს შეატრიალოს. ძალიან დიდი დრო არის იმისთვის, რომ ომის მანქანას დაეხმაროთ. ხო და ნახეთ ახლა რა შეა საქმე, ეს არის კომპლექსური სქემის ნაწილი. ამ სანქციების პაკეტში, ანუ ნახეთ ერთი ამბავი. აქედან მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ვის დაასანქცირებენ. პუტინისთვის თავარია ომის მანქანა მიიღოს დიდი ფული. და ამაში ყულევის სპორტი ეხმარება. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ნახეთ, ეს არის ერთი მიმართულება. ანუ ჩვენ რა ვიცით ახლა ამ წამს, აი როდესაც მე და თქვენ საუბრობთ, უკვე ზუსტად ვიცით, არა პოლიტიკური განაცხადის დონეზე, არამედ მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტით დადასტურებული საერთო ევროპული გადაწყვეტილებით, რომ ივანიშვილი ეხმარება პუტინს, რომ მან იშოვოს მეტი ფული უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. ეს ვიცით ზუსტად. თან ეს რა ფონზე ხდება, ნახეთ, უკრაინის არმიის მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე სტრატეგიული თვალსაზრისით არის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და რუსეთის ნავთობაზები. ანუ უკრაინელების შეგნებულად, ტარგეტირებულად, მიზანმიმართულად უტევენ რუსულ ნავთობს. რატო? იმიტომ რომ რუსეთი არის ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა და რომ არა ნავთობის ექსპორტი, პუტინს ფული იმისთვის, რომ ეს ომი გააგრძელოს, აღარ ექნება. თქვენ იცით, რომ უსერიოზულესი პრობლემებია რუსეთში, ახლა ეკონომიკის სტაგნაციაა დაწყებული და ამაზე თვითონ პუტინის ლაპარაკობს. ვიდეოებია, რა ხდება ბენზოგასამართ სადგურებზე რუსეთში, ხოცავენ ერთმანეთს ეს რუსები 5 ლიტრი ბენზინის გულისთვის, ეს ვიცით და ამ ფონზე, როდესაც ნავთობი გახდა მთავარი დეფიციტური პროდუქტი პუტინისთვის, რომ ომი გააგრძელოს, ივანიშვილი ეხმარება პუტინს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს ფულის ასანაზღაურებლად. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამბავი ამ სანქციების ამ პაკეტში. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავი არის კრიპტოპლატფორმების საკითხი. ამავე სასანქციო პაკეტით დასანქცირდა 14 კრიპტოპლატფორმა, რომლიდანაც ნაწილი, ჩემი ინფორმაციით ეს არის 3, განლაგებულია საქართველოში. ეხლა ეს რა ტიპის რა არის კრიპტოპლატფორმა, რისთვის გამოიყენება? რუსეთს აქვს აკრძალული ფულადი ტრანზაქციები, ანუ ფულადი მიმოქცევები და ამ ტიპის არალეგალური პლატფორმებით რუსეთი ახერხებს, რომ კრიპტოვალუტაში განახორციელოს ტრანზაქციები. ანუ ესეც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსების გზა. ოღონდ აქ ახლა არის ერთი ფუნდამენტური გართულება. იგივე სასანქციო პაკეტში წერია შემდეგი მექანიზმი, რომ ქვეყნები, რომლებიც შემჩნეულნი არიან, რომ განალაგებენ საკუთარ ტერიტორიაზე კრიპტოპლატფორმებს, რითიც ეხმარებიან რუსეთს, რომ დააფინანსოს მისი ომი, ისინი ჩაიხსნებიან SWIFT-ის სისტემიდან. მან მაგვე პაკეტში წერია პირდაპირ. და SWIFT-დან ჩახსნა ისიც რას ნიშნავს ფინანსური ინსტიტუტისთვის. ფინანსური ინსტიტუტისთვის ეს არის სიკვდილი და ქვეყნისთვის წარმოიდგინეთ, ახლა საქართველოს რა ტიპის საფრთხის წინ არის, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ბიძინა ივანიშვილი ვის მოწონს მე ამ ქვეყანაში უკვე აღარ ვიცი, მაგრამ აი ხო შეიძლება რაღაცა რაოდენობის ადამიანი არსებობდეს, ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს და მაგ ხალხმა მინდა გაიგოს, რას ნიშნავს SWIFT-დან ქვეყნის ჩახსნა. ეს ნიშნავს, რომ ხალხო ბანკი აღარ გექნებათ, ანუ საბანკო სერვისს უნდა დაემშვიდობოთ მაშინ. ანუ ბევრისთვის ცოტა გაუგებარია საუბარია
14 კრიპტო პლატფორმის შესახებ, საიდანაც რამდენიმე არის საქართველოში, მაგრამ რანაირად შეეხება ეს კრიპტოვალუტების გადამცვლელ პუნქტებზეა საუბარი, ხო? ეს როგორ შეიძლება შეეხოს საქართველოს ძირითად საბანკო სისტემას? როგორ და ქვეყნები, რომლებიც არიან შემჩნეულნი, რომ ეხმარებიან პუტინს, რომ აკრძალული ტრანზაქციები, აკრძალული გადარიცხვები განახორციელოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით კრიპტოვალუტაში. იმ ქვეყნების წინააღმდეგ ევროკავშირი იწყებს სპეციალური მექანიზმის ამოქმედებას, რაც გულისხმობს SWIFT-ის სისტემიდან ამ ქვეყნების ჩახსნას. ანუ ძირითადი ცენტრალური ბანკების ჩახსნას დაიწყებს ფინანსური ინსტიტუტი. საქართველოს ბანკი შეიძლება მოექცეს ამ სანქციებს. მე ვფიქრობ, რომ პირველი რიგში არის ქართულ ბანკი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართულს ჩახსნიან ამ სისტემიდან, მაგრამ ამ მექანიზმს თუ კარგად გავეცნობით, რაც გამოქვეყნებულია და საჯაროა, ხო გავიგებთ, რომ საუბარია არა მარტო ქართულ ბანკის ჩახსნაზე სისტემიდან, არამედ საუბარია ქვეყნის ჩახსნაზე SWIFT-ის სისტემიდან. რაც გულისხმობს, რომ საქართველოს პრაქტიკულად აი რაღაცა ქვის ხანაში უნდა გადაცხოვრდე, საბანკო სერვისს ვერ გამოიყენებ, ბარათი არ გაქვს, საბანკო ანგარიში არ გაქვს, გადარიცხვას ვერ აკეთებ. ეს არის მთელი ქვეყანა მოვექცევით სანქციების ქვეშ. უდიდესი დარტყმა და ამას ეს რატო ხდება, ეს გავიაზროთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილი საქართველოს ტერიტორიას იყენებს პუტინის დასახმარებლად უდანაშაულო უკრაინელი ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში. ანუ ნახეთ, იმიტომ რომ ყველას გვიყენებს გამოდის. ჩვენ ყველანი მონაწილეობთ უკრაინის ომის წინააღმდეგ რუსეთის დასახმარებლად. ჩვენ ძალიან დიდი შანსია რომ თითოეული ჩვენგანი და მათ შორის ისინიც კი, ვინც არ ვიცი პროპაგანდის გავლენის გამო, ფინანსური კორუფციული ინტერესების გამო ჯერ კიდევ მხარს უჭერს ივანიშვილის რეჟიმს, ესეთი ძალიან ცოტა ხალხია, მაგრამ მაინც ხო არის ვიღაცები. აი, მაგათაც მოუწევთ, რომ პირადად აგონ პასუხი იმისთვის, რომ ბიძინა არის რუსეთის აგენტი და ეხმარება საკუთარ შეფს უდანაშაულო უკრაინელების ხოცვა-ჟლეტაში. აი ამის გამო ყველას მოუწევს პასუხისგება და ეს ახლა ეს 21 პაკეტი, თან კონტექსტი ხო უნდა გავითვალისწინოთ, ეს ხო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიღებული პაკეტი არ არის ფორმალურად, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი, რომელშიც ექცევა საქართველოც. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პაკეტების ერთ-ერთი შემადგენელი არის საქართველო. ოღონდ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში არსებულ კომპანიებს უწესდება სანქცია საერთო ევროპულ დონეზე. ანუ არ გამოჩნდა არც ერთი ქვეყანა, იმდენად დამაჯერებელია მტკიცებულებები, რომლითაც არის გამყარებული ეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი ქვეყანა არ გამოჩნდა, რომელიც ამ მტკიცებულებებს არ გაიზიარებდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა დღეს. თქვენ კითხვის პირველ ნაწილზე შეწყვეტს თუ არა ივანიშვილის სინამდვილეში არავით არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, როგორც ინდივიდუალური ბიზნესი არ არსებობს. ეს არის ტყუილი. სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის ოპერაცია და სხვათა შორის მაგ ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო დავითაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ივანიშვილის მთავრობიდან. ძალიან მაინტერესებს აი მაგ კაცის პასუხი ეხლა, რომელიც გაიქცა, ხო იცით, საქართველოსდან გაიქცა. იტალიურ კომპანიაში არის ეს. აზერბაიჯანულ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს იტალიაში. აი მაგის პოზიცია იქნებოდა ძალიან საინტერესო, თუ შეეხმიანებოდნენ ჟურნალისტები, ერთი რას ფიქრობს ეგ კაცი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თავის წვრილს ხედავს თუ არა და თავის პასუხისგებლობას. და ყველას, ვინც ივანიშვილის რეჟიმს ეხლა ეხმარება, ჯერ კიდე ზუსტად ეგრე გაგთხრით ბიძინა ივანიშვილი თქვენ ხელებს გასურეს სისხლში, უდანაშაულო ადამიანების სისხლში უკრაინაში და სხვათა შორის საქართველოს მოქალაქეების სისხლშიც, იმიტომ რომ რუსეთი მარტო უკრაინის მტერი ხო არ არის. უკრაინის ტერიტორიაზე ეხა აწარმოებს ომის ხელფასას, თორე სინამდვილეში რუსეთის იმპერიამ გაწყვიტა საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო თაობები 1801 წლიდან მოყოლებული. რუსეთი არის ამ ჩვენი ისტორიული მიწების ოკუპანტი. რუსეთი დღეს აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ჩვენ ევროპული მომავლის წინააღმდეგ და აწარმოებს სოციალურ ოკუპაციას და წიწილებივით იტაცებს ადამიანებს ჩვენი ტერიტორიიდან, რომლებიც სხვათა შორის ამ რეჟიმს აბსოლუტურად უყურადღებოდ ყავს მიტოვებული და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ჭანჭიკად ყოფნაზე დღეს თანხმობას აცხადებს და მუშაობას აგრძელებს, არის თანამონაწილე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან თანამონაწილეები უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვისა და ეს არის არა ჩვენი პოზიცია უკვე, არამედ ეს არის საერთო ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც არის მტკიცებულებებით გამყარებული. ხალხო, თქვენ ხართ მასობრივი მკვლელობების თანამონაწილე, რომელსაც
აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და ახორციელებს კრემლი. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, ეს ასეა, მაგრამ აი ეს კონკრეტული სანქციები თვითონ რეჟიმს რამდენად დაასუსტებს ან გააძლიერებს ან ეს დრო რომელიც მათ მიეცათ როგორ შეიძლება გამოიყენოს რეჟიმმა სათავისოდ. ჩვენი ამოცანა არის ამოცანათა შორის ერთ-ერთი ცენტრალური არის რომ რაც შეიძლება მეტი სანქცია დაუწესდეს ამ რეჟიმს. გულისხმობ ივანიშვილს პირადად ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს. ჩვენი ამოცანა საბოლოო ჯამში არის რომ მივახციოთ საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის იმ სტანდარტს, როდესაც პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის უშუალო ოლიგარქიულ გარემოცვას ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებს, ყობახიძეს, დინარაძეს, პაპუაშვილს და ასე შემდეგ, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოერთმევათ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები უპირველეს ყოვლისა უძრავი და მოძრავი ქონება. ეს არის ჩვენი ამოცანა. მაგისთვის ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივახციოთ, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირისა, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური თვალსაზრისით პრაქტიკულად გაფორმდა მოცემულობა, რომ ივანიშვილი ეხმარება პუტინს უკრაინის ომის დაფინანსებაში. და იმ ადამიანის წინააღმდეგ და იმ კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, მათ შორის ქართულ ბანკის წინააღმდეგაც, იმიტომ რომ ქართულ ბანკი გამოიყენება ივანიშვილის არალეგალური ფინანსური მიმოქცევისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბანკი ჩაიხსნა SWIFT-დან და ეს ბერკეტი მას ჩამოერთვას. აი ამ ყველაფრის მისაღწევად ეს გადაწყვეტილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გიგალემონჯავას დეტალური ახსნისთვის სანქციების პაკეტის ამოქმედების შესახებ.